საქართველოს იძულების წესით უნდა გააგრძელოს ამ მოძალადე რეჟიმთან ერთად თავისი არსებობა და თანაარსებობა. ასეთია რეალური სურათი ობიექტურად ყოველგვარი პარტიკულარისტული შეხედულებების მიხედვით და როგორ იქნება ეს ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ რომ ღმერთო მოგვეცეთ მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს. ძალიან მძიმე სურათი დაიხატა. მე მინდა მკითხოთ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია სახალხო კრებასთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაშიც თუ რატომ შეიკავა თავი ლეიბორისტულმა პარტიამ შეერთებოდა საზოგადოებრივ ამ ორგანიზაციას. ესე ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. პირიქით, მე ვფიქრობ ჩვენ ვიყავით მე მგონი ერთ-ერთი პირველი, შეიძლება ერთადერთი პოლიტიკური, ეს ზუსტად არ მახსენდება და ყოველს ვერ გაკადრებთ, პოლიტიკური პარტია, რომელმაც აბსოლუტური სოლიდარობა გამოუცხადა სახალხო კრებას როგორც პროცესს. და კიდევ ერთხელ ვაზუსტებ ამას, რომ ეს არ იყო რომელიმე პერსონის მიმართ გამოხატული თაყვანისცემა, თუმცა სახალხო კრების ფორმატში თავმოყრილია მართლაც უდიდესი ქართველები. ხშირად მე არ მომწონს ხოლმე, როდესაც ასახელებენ ნონა გაფრინდაშვილი და კიდევ სხვები ძალიან დიდია ნონა და მას გაფრინდაშვილი არც საქართველოში და არც უცხოეთში არავინ არ იხსენიებს, მას იხსენებენ როგორც დიდს, ნონას, მაგრამ ძალიან დიდია ყველა ის ქართველი, ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენელი, რომელმაც თავისი სიტყვა, პროფესიონალური სიტყვა და როგორც ქართველმა თავისი სიტყვა თქვა. ამიტომაც ჩვენ ერთი ან ორი პიროვნების მიმართ არ ვაკეთებთ ჩვენს თაყვანისცემას, არამედ ჩვენ ვუთხარით სახალხო კრებას, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად სოლიდარული აი ამ ფაქტის, ამ პერსონების კი არა, ზოგადად ამ ტიპის პროცესის მიმართ. მაგრამ მონაწილეობასთან დაკავშირებით, სხვა შორის მე არ მიყვარს ხოლმე არასოდეს ზოგს უკან საუბარი. ერთ-ერთ რადიოში სტუმრობის დროს ერთმანეთს შევხვდით მე და ნინო გურჯიანაძე და მანამ იქ უკვე რაღაც რეკლამების პერიოდი იყო და რაღაცეები იყო, დავილაპარაკეთ და ნინომ ვთქვა რომ აი ეს და რას ფიქრობთ აი სახალხო კრებასთან დაკავშირებით და მე უთხარი რომ როდესაც პარტიების მიმართ ერთგვარი ნიჰილიზმი გაჩნდა, გასაგები მიზეზების გამო და ხა მიზეზებზე არ დავიწყებ ლაპარაკს, ხო? განსაკუთრებით იმ პარტიების მიმართ, რომელთა ლიდერები არიან ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები და ხელისუფლების პირველი პირები იყვნენ და ასე შემდეგ. ფრთხილია ჩვენი საზოგადოება და არ აქვს მაინცა და მაინც, ესე ვთქვათ, აი განსაკუთრებული ექსპრესიული განცდები, ესეც გასაგებია და უნდა გაუგო ჩვენს მოსახლეობას. მე ვთქვარი რომ აი ჩვენ არ ვცდილობთ იქ სადაც საზოგადოებრივი პროცესია, მოდი იქნებ ეს საზოგადოება მაიყოს თავის თავზე. მეც მაინტერესებს როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება. რამდენად მზად არის თქვას თავისი ვაჟკაცური და პრინციპული სიტყვა ეროვნული ღირებულებების მიმართ. თავისი ვაჟკაცური და უკან დაუხეველი სიტყვა საქართველოს ხვალინდელი დღის მიმართ. თავისი უკან დაუხეველი და ვაჟკაცური სიტყვა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების მიმართ, საშინაო პრიორიტეტების მიმართ, მეზობლების მიმართ, ყველაფრის მიმართ. მოდით ვაცალოთ საზოგადოებას, საზოგადოება მიიღოს გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები გაგვანდოს ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს და მოდით აი ამ ფორმატით ხوار დავაცადოთ და მივცეთ არე. ნინომ აბსოლუტურად გულწრფელად მითხრა რომ მეც ამ აზრს ვიზიარებო, მაგრამ ესენი ორგანიზებასო იმდენად ვერ ახერხებენო, იმიტომ რომ ეხა ძნელია, ხა მეცნიერ კაცს და იმას მოჭადრაკეს და მსახიობს და მწერალს და მხატვარს რაღაცა ისეთი ორგანიზაციული პროცესი მიენდო და ამიტომაც ვცდილობ რომ მათ გვერდით ვიყო. მოკლედ ასე არის თუ ისი არის, ჩვენი პირობა მაინც ასეთი იყო, რომ სახალხო კრება ეს უნდა იყოს მომართველი, რომელიც გამოხატავს უზენაეს ნებას ჩვენი მოსახლეობის სურვილებისა. აი, ჩვენ ველოდებით აი ამ პროცესს როგორ განვითარდება, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი სოლიდარული განცდები, ჩვენი განსაკუთრებული განცდები კრების როგორც პროცესის მიმართ, კრების საზოგადოებრივი ჯგუფის როგორც
ქართველების მიმართ გამოვხატეთ და მე ვფიქრობ მე რეაქციაც ვიცი ესეთი, როდესაც გოგი ქავთარაძემ წაიკითხა ლეიბორისტული პარტიის სოლიდარობის განცხადება, ამას დიდი ოვაცია და დადებითი ტაში მოჰყვა ფილარმონიაში და ეჭვს არ მეპარება, რომ ეს ადამიანები გულწრფელად იღებდნენ სწორედ ჩვენი სოლიდარობის განცდას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მართალი გითხრათ, მე მომლოდინი ადამიანი არა ვარ, ჩამithვლით ახლა ამას ბაქიაობაში, მაგრამ მართლაც მამაცი ადამიანი ვარ ჩემი შინაგანი კულტურითაც და გამოცდილებითაც და პრაქტიკითაც, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს განმეორდება თუ არა ის დიდი დრო, როდესაც საქართველოში დიდმა ქართველებმა მოიწვიეს ეროვნული საბჭო და ეროვნულ საბჭოზე მიიღეს დიდი და მამულიშვილური გადაწყვეტილებები, მათ შორის ქართული უნივერსიტეტის გახსნის, მათ შორის ეკლესიის ავტოკეფალიის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის, მათ შორის თავიანთი პირადი ქონების. მე ხო უცებ გამახსენდა კოტე აფხაზის და სხვების უდიდესი საქმენი, როდესაც თავიანთი უდიდესი ქონება, უძრავი ქონება აიღეს და საქართველოს ბანკში დააბანდეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს თავისი მატერიალური საფუძვლები ჰქონდა. კი არ დააბანდეს, არამედ სახელმწიფოს აჩუქეს. ანუ რამდენად მზად არის ჩვენი დღევანდელი 21 საუკუნის საზოგადოება გასწიოს ყველაზე მამულიშვილური საქმეები და გააკეთოს ასეთი განცხადებები. მე სიამოვნებით ვდარაჯებ ამ ფაქტს და მე ვფიქრობ თქვენი